ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი და დონალდ ტრამპის მეუღლე მელანია ტრამპი ყველას გააოცა მოულოდნელი განცხადებით, რომელიც ეპშტეინის საქმეს უკავშირდება. ამჟამად ამერიკაში მხოლოდ ამაზე საუბრობენ, რადგან აშშ-ის პირველმა ლედიმ მოულოდნელად საჯარო და ოფიციალური განცხადება გააკეთა ამერიკელი ერის მიმართ. მან განაცხადა, რომ ის ეპშტეინის მსხვერპლი არ არის და რომ სკანდალური ფინანსისტი თითქოს არ გაუცნია იგი დონალდ ტრამპისთვის. და საერთოდ მას არაფერი იცის და არასდროს ქონია კავშირი ეპშტეინთან. იცით ყველაზე დამაჯერებელი ახსნა იმისა, თუ რატომ გამოეხმაურა პირველი ლედი მელანია ტრამპი ჯეფრი ეპშტეინის სკანდალს, ის იყო, რომ ის ცდილობდა ეს საქმე ჩაეფარცხა. მაგრამ მისი შთამბეჭდავი განცხადება, რომელიც მან წინა დღეს კამერების წინ თეთრი სახლის კროს-ჰოლში გააკეთა. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც გასულ კვირას მისმა მეუღლემ ერმა ირანთან ომთან დაკავშირებით მიმართა. ასე რომ თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ეს განცხადება საპირისპირო ეფექტს მოახდენს. ჩემი სახელი ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ ამ გამოშვებას დავიწყებთ, გთხოვთ მხარი დაუჭიროთ ამ YouTube არხის მუშაობას. ამის გაკეთება შეგიძლიათ ფინანსურად დონატის, სპონსორობის ან ფასიანი გამოწერის საშუალებით, ბმულებითა და რეკვიზიტებით, რომლებიც მითითებულია ამ ვიდეოს აღწერაში. იქ არის ყველა პლატფორმა, სადაც ამის გაკეთება შეგიძლიათ. მადლობელი ვიქნები თქვენი ნებისმიერი მხარდაჭერისთვის. ასევე გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pechi News-ი. ბმულიც ასევე მითითებულია ამ ვიდეოს აღწერაში. საღამო მშვიდობისა. სამარცხვინო ჯეფრი ეპსტეინთან ჩემი დაკავშირება დღესვე უნდა დასრულდეს. ადამიანებს, რომლებიც ჩემზე ტყუილს ამბობენ, არ აქვთ ეთიკური სტანდარტები, თავმდაბლობა და პატივისცემა. მაშასე მელანია ტრამპი გუშინ გამოვიდა კამერებთან და ოფიციალურად განაცხადა ციტატა: მე არ ვარ ეპშტეინის მსხვერპლი. ეპშტეინს მე დონალდ ტრამპთან არ გაუცნიორ, მაგრამ ჩნდება კითხვა, რატომ აკეთებს პირველ ლედი ამ განცხადებას სწორედ ეხლა? საბოლოოდ ბოლო დღეებში ამ თემაზე ფართოდ გავრცელებული საჯარო სპეკულაციები არ ყოფილა. ამიტომ არსებობს ეჭვი, რომ ძალიან მალე რაღაც გამოვაგარეთ და მელანიამ წინასწარ იმოქმედა. მელანია ტრამპმა განაცხადა, რომ მას არასდროს ჰქონია მეგობრობა, მაგრამ თქვა, რომ ის და მისი მაშინდელი ბოიფრენდი დონალდ ტრამპი ზოგჯერ ხვდებოდნენ მას ნიუ-იორკის და ფლორიდის მაღალი საზოგადოების წრეებში. ამბობს, მეგობრები არ ვიყავით, უბრალოდ ხანდახან ხვდებოდით ერთმანეთს, ამიტომაც ვიღებდით ფოტოებს, ვეხუტებოდით და ერთად ვიცინოდით. სხვა მხრივ კი არანაირი კონტაქტი არ ყოფილა, უბრალოდ ასე ხდებოდა, რომ ხვდებოდით ერთმანეთს. ამიტომაც მან მოითხოვა დასრულდეს ტყუილი, რომელიც მას და ეპშტეინს აკავშირებს. აი რას წერს ამ საკითხზე მაგალითად CNN. მოწმობა. გარეგნულად პირველი ლედი უკმაყოფილო იყო იმ ცნობებითა და ვარაუდებით, რომლებიც მისი აზრით ცრუად აკავშირებს მას ეპშტეინთან. მაგრამ ის ვაკუუმში არ ლაპარაკობდა. მისი პირადი მდგომარეობა რთულდება ქმრის სიახლოვის გამო, რომელიც ხელმძღვანელობს ადმინისტრაციას, რომელსაც ეპშტეინის მსხვერპლები ადანაშაულებენ მათი ხმების ჩახშობაში. პირველი ლედის სიტყვა, რომელიც თითქმის 6 წუთს გაგრძელდა, მთლიანად ეპშტეინის სკანდალს მიეძღვნა. მაგრამ მისი მნიშვნელობა ბევრად სცდება ამ საკითხს, რადგან მან აირჩია მომენტი, როდესაც მისი ქმარი პოლიტიკურად ძალიან დაუცველი იყო, რათა საჯაროდ გამოეთქვა თავისი აზრი. აქ ბევრი პოლიტექნოლოგი დარწმუნებით იტყვის, რომ მელანია ტრამპი გამოვიდა თეთრი სახლიდან, რომელიც როგორც ჩანს კარდავს კონტროლს, ასე ვთქვათ, სწორ ნარატივებზე. ეს ტენდენცია აისახა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპულსურ და ასე ვთქვათ, შემაშფოთებელ განცხადებებსა და მუქარებში ირანში ომის შესახებ. რაც გამოიწვია მკვეთრი კრიტიკა, სხვათა შორის ჩვეულებრივ ლოიალური კონსერვატიული მედიისა და მაგა მოძრაობის წარმომადგენლების მხრიდან. როცა ყველაფერი კონტროლის ქვეშ გაქვს, ხომ არ იგინები მტრის მისამართით და არღვირი, გააღეთ ჯანდაბა სრუტე, აშკარად რაღაც რიგზე არ არის. და აი იმ პირობებში, როცა ომი დომინირებს ვაშინგტონში განხილვებში, რატომ იგრძნო პირველმა ლედიმ საჭიროება გამოსულიყო და ასეთი საჯარო ხმამაღალი განცხადება გაეკეთებინა, რომელიც ახლა გარდაულად გამოიწვევს დიდ რეზონანსს. მოტივების ნაწილი აშკარად პირადი ხასიათის იყო. მელანია ტრამპმა მკაცრად გააკვიდიკა, როგორც თავად ამბობს, უსაფუძვო და ცრუ ბრალდებები ეპშტეინთან კავშირების შესახებ. მან ახსენა მეგობრული მიმოწერა ელექტრონული პოსტით, რომელიც 2002 წელს ჰქონდა გისლეინ მაქსველთან, რომელიც ეხლა ციხეშია ჯეფრი ეპშტეინის თანამოაზრედ. და მაშინ მელანია ტრამპმა გისლეინ მაქსველს წერილი ასე დაასრულა. ციტატა: სიყვარულით მელანია.
და როდესაც პირველი ლედი სიტყვით გამოდიოდა თეთრ სახლში, მან განაცხადა, რომ მისი პასუხი უბრალოდ არაფორმალური მიმოწერა იყო. თითქოს რა მოხდა, რომ ქალს, რომელიც შეგახსენებ, გოგონებს აგროვებდა და ისინი ეპშტეინის მსხვერპლნი ხდებოდნენ, სიტყვებით სიყვარულით უპასუხე. ამ ქალს ამბობს ის სიყვარულით მელანია. მაგრამ კარგი დაუშვოთ ესეა და ეს უბრალოდ ორი ქალის უდანაშაულო მიმოწერაა, ხო, ხდება. გარდა ამისა, რეალურად არ არსებობს არანაირი მტკიცებულება არც დონალდ ტრამპის, არც მელანია ტრამპის მხრიდან რაიმე უკანონო ქმედების შესახებ. მოდით ასე ვთქვათ, ოფიციალურად ვაფიქსირებთ. მათ წინააღმდეგ ბრალდებები არ არსებობს. თუმცა ტრამპი სხვა ბევრ ცნობილ ფიგურასთან ერთად წნეხის ქვეშ აღმოჩნდა მოთხოვნით. ეთქვათ რა იცოდნენ ეპშტეინს. და მელანია ტრამპი დღემდე საჯაროდ არ გამოხმაურებულა ამ საქმესთან დაკავშირებით. ერთ-ერთი კითხვა, რომელიც ჯერ კიდევ გასარკვევია, არის თეთრი სახლის პოლიტიკური ჩარევის ხარისხი მის გამოსვლაში. ანუ, უნდა გავარკვიოთ, ეს იყო მელანია ტრამპის პირადი გზავნილი, რომელიც მართლა გულზე ქონდა, მობეზრდა ეს ყველაფერი, ეს ბრალდებები. ეს არის პირადი გზავნილი ხალხისთვის, თუ ეს თეთრი სახლის პოლიტიკური სტრატეგიის ნაწილია მაგალითად, რომ ყურადღება სხვა თემიდან გადატანილიყო. გახსენეთ, ტრამპი რამდენიმე თვის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ეპშტეინის საქმე დემოკრატების მისტიფიკაციაა და აცხადებდა, რომ ქვეყანას უკვე დროა ეს საქმე დაივიწყოს და წინ წავიდეს. ანუ ტრამპი მოუწოდებდა, რომ ეს საქმე საბოლოოდ დაგვავიწყდეს. ის ამბობს, მოусმინეთ, ყველაფერი გამოაქვეყნეს, რაც შეიძლებოდა და მორჩა მოდი დავივიწყოთ და წინ წავიდეთ. და ფაქტობრივად ყველამ თითქოს დაივიწყა ეს საქმე და დაიწყა ეს აშშ-ის ომის განხილვა ირანის წინააღმდეგ. მაგრამ უცებ ამ თემას ისევ საჯარო სივრცეში აბრუნებს რატომღაც აშშ-ის პირველი ლედი. რატომ? თანაც რა ისეთი მოხდა ეპშტეინის საქმეში. ტრამპმა გაათავისუფლა გენერალური პროკურორი ფემ ბონდი გასულ კვირას, რომელიც სწორედ ამ საქმეს ხელმძღვანელობდა. და აქ საინტერესო მომენტია. მელანია ტრამპმა განაცხადა, ციტატა: ყოველი ქალბატონი უნდა იყოს თავისუფალი. საჯაროდ მოყვეს თავისი ისტორია, თუ მას ასე სურს და მისი ჩვენება სამუდამოდ უნდა ჩაიწეროს კონგრესის ოქროში. კარგ. მაგრამ ეპშტეინის გადარჩენილი მსხვერპლთა ჯგუფმა უკვე საჯაროდ დაადანაშაულა პირველ ლედი იმაში, რომ მან სცადა პასუხისგებლობა ეპშტეინის საქმის გამოძიებაზე პასუხისგებებელი ფედერალური უწყებების ნაცვლად მსხვერპლებზე გადაეტანა. რამდენ ხანს შეიძლება მხოლოდ ამ საქმეზე საუბარი? რამდენ ხანს შეიძლება ამ განცხადებების გაკეთება? ვითომ? დრო აიმოქმედოთ. ყველამ უკვე ყველაფერი თქვა. რამდენ ხანს შეიძლება ასე გაგრძელდეს? კარგი, მსხვერპლები კიდევ ერთხელ გამოვლენ და ისაუბრებენ. რას შეცვლის ეს? უფრო მეტიც, ჯეფრი ეპშტეინის მსხვერპლთა დამცველები მართლმსაჯულების სამინისტროს ადანაშაულებენ საქმის შესახებ ინფორმაციის დამალვაში და 100,000 დოკუმენტის უკანონო შეკავებაში, რომლებიც მთავრობის კანონის მიხედვით უნდა გასაჯაროდეს. კონგრესის მიერ მიღებული რესპუბლიკელების ხელმძღვანელობით დონალდ ტრამპის თავდაპირველი წინააღმდეგობის მიუხედავად გასული წლის ბოლოს. ეხლა სრულიად სამართლიანია დავსვათ კითხვა. გამოიყენებს თუ არა პირველი ლედი მელანია ტრამპი პრეზიდენტზე თავის უნიკალურ გავლენას? იმისთვის, რომ გადალახოს პროცესის გაჭიანურება მისი ადმინისტრაციის მხრიდან. იმიტომ, რომ ყველა ხმაურიანი განცხადების მიუხედავად, ეპშტეინის საქმის ზოგიერთი დოკუმენტი ჯერ კიდევ არ გამოქვეყნებულა. აქ წერტილებს დავშვამ. თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააცკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიკის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ამას ფინანსურად შეძლებთ ნებისმიერი დონატის, ფასიანი გამოწერის ან სპონსორობის საშუალებით YouTube-ზე. ყველა ბმული და რეკვიზიტი თუ როგორ გააკეთოთ ეს, მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. იქ წერია ალექსეი პეჩიის არხის მხარდაჭერა. აერჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი ფორმატი. მადლობელი ვიქნებით თქვენი ნებისმიერი მხარდაჭერისთვის. ამით დასრულდა ყველაფერი. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.